მოგესალმებით, ეს არის პოდკასტი წყობილ სიტყვა. მე ვარ მისი წამყვანი ვესიკ მაშავა. ჩვენ მაუწყებლობთ ქალაქი ფოთიდან. ეს კი არის ჩემი YouTube არხი. გამოგიწერეთ, დაგკომენტარეთ. ხოლო თუ კი მოგწონთ ჩვენი პოდკასტი და მისი შინაარსი, აუცილებლად დაგვიჭირებთ ხარი. დონაციის შესახებ ინფორმაციას იხილავთ აღწერაში და რა თქმა უნდა, თქვენი გვერდი დგომა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, იმისთვის რომ განვითარდეთ. ახლა კი ნება მომეცით, წარმოგიდგინოთ ჩემი დღევანდელი სტუმარი, ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი ნინი ჭაჭია. მოგესალმებით, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად და მადლობა რომ დაგვითვეთ დრო პირველ რიგში. გამარჯობა, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, კიდევ ერთხელ გამარჯობა თქვენ და პირიქით ძალიან დიდი მადლობა რომ მომიწვიათ თქვენს პოდკასტში. რას ამბობთ? მადლობა თქვენ. მოკლედ ჩვენ დღეს საუბრობთ ერთ-ერთ ესეთ აქტუალურ საკითხზე. ეს არის სოციალური ქსელები, მოწყობილობები, ასე ვთქვათ და ამ საკითხთან დაკავშირებულ არაერთ გამოწვევაზე, ხო, როგორ იქნება რეალურად სოციალურ ქსელებთან ურთიერთობის დროს ალტერნატიული რეალობა, ეგრეთ წოდებული მატრიცები და ამ რეალობაში ჩვენ ადამიანები როგორ ვავლენთ საკუთარ თავს და ძალიან საინტერესოა ამ გამოვლენილი ცნობიერების, ასე ვთქვათ, ფსიქიკის რაღაც წინაპირობები და მისი სტრუქტურა, რომ რაღაცნაირად გავაანალიზოთ და გადმარტოთ, ხო, ჩვენი მსმენელებისთვის. და ჩემი პირველი კითხვაც ესეთია, თავიდან რომ დავიწყოთ, ეტაპ-ეტაპ შევეცადოთ, რომ გავიაროთ ეს ყველა საკითხი. ანუ ძალაუფლების ილუზია, ეკრანს მიღმა, როგორ ავლენს საკუთარ თავს. ძალიან საინტერესო და ძალიან აქტუალური შეკითხვა არის. უბრალოდ აქ ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ არ შეიძლება რაიმე ფსიქიკურ პათოლოგიაზე საუბარი. მოდით ესე ვთქვათ, იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანების უმეტესობა მარტივად ვეჩვევით ტაშის ყვრას და ტაშის ყვრას ცოტა ხანში ავხსნი რა იგულისხმება, ანუ აღიარების თემა, სოციალური მიკუთვნელობის თემა, განსაკუთრებით ის, რომ 21 საუკუნეში ვიყო დანახული, მოსმენილი, არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა თანამედროვე სამყაროში, რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, თითქოს ძალიან დაკავშირებულ სამყაროში აღმოჩნდა, რომ ყველაზე მეტად ადამიანები განვიცდით მარტოობას, ალბათ ამ თემას ცოტა ხანში უფრო დეტალურად ჩავშლით, მაგრამ რატო ვახსენე ეს? რაკი ეს ამ გამოწვევების წინაშე დგას ადამიანი, სოციალური ქსელები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ რაღაცნაირად გამოვავლინოთ ჩვენი ბუნება და ხშირად მატრიცის მსხვერპლებით ვხდებით და ეხლა შევეცდებით მოკლედ ავხსნა რას ვგულისხმობ მატრიცის მსხვერპლობაში. თუნდაც ის, რომ ადამიანი რაღაცა მავნებლურ, აგრესიულ კომენტარს აკეთებს და ამ შემთხვევაში იღებს უკუკავშირს, არ აქვს მნიშვნელობა ეს უკუკავშირი არის პოზიტიური თუ ნეგატიური, ადამიანის თავის ტვინი ხედავს იმას, რომ მას ხედავენ, ანუ დანახულია, აღიარებულია, რაღაცას წარმოადგენს, ესე იგი და ფაქტობრივად ეს კომენტარები ერთგვარი ჯილდო არის, მე არაერთხელ მისაუბრია სხვადასხვა ადგილას ვწერ კიდევაც მუდმივად, რომ სოციალური ქსელები ამ რაღაცა სოციალურმა ქსელებმა შექმნეს ჩვენს ირგვლივ დოფამინური საზოგადოება, ხო, ადრე საუბრობდნენ იმაზე, რომ დოფამინი არის ბედნიერების ჰორმონი, მაგრამ დოფამინი არ არის ბედნიერების ჰორმონი. დოფამინი არის ის ჰორმონი, რომელიც ამ მიღწევის და აღიარების мотиваციას ქმნის ჩვენთან და წარმოიდგინეთ, როდესაც ჩვენ დოფამინის ქვეშ ვართ ინტენსიურად და ჩვენმა კომენტარმა რაღაცა დიდი რეზონანსი გამოიწვია, რა თქმა უნდა, ამას ჩვენი ტვინი აღიქვავს როგორც ჯილდოს. მე ისევ გავუსვავ ხაზს, რომ არ აქვს მნიშვნელობა კარგ კომენტარებს და უკუკავშირს ვიღებ თუ ცუდს ვიღებ. თავარი არის, რომ ეს პირველად ბირთვს ხვდება ძალიან კარგად, რომ მე ვარსებობ. ხო, ძალიან საინტერესოა, ანუ თვითონ პოზიციონირების სურვილი, ხო, ამ ფორმით პოზიციონირების სურვილის წინაპირობაც ალბათ ეს არის სიამოვნების მიღება რა? როდესაც, ჩვენ ადამიანებს ყველას გვაქვს, ერთ-ერთი ესეთი ბაზისური ინსტინქტი არის სოციალური იერარქიის ინსტინქტს ვეძახით, სოციალური მიკუთვნებულობა ჩვენთვის ერთ-ერთი ბაზისური საკითხი არის
და სოციალურმა ქსელებმა ესე ვთქვათ მოთხოვნილება და ინსტინქტი კიდევ უფრო გაამწვავა, კიდევ უფრო აქტუალური გახადა და შესაბამისად, ანუ ყველა ადამიანი სოციალურ ქსელში იბრძვის კომენტარისთვის, ლაიქისთვის, გადაზიარებისთვის და ჩვენი ტვინიც ჩვენთან სამწუხაროდ ოღონდ რაღაცა კომენტარი, ოღონდ რაღაცა რეაგირება გამოიწვიოს საზოგადოებისაგან და ამისკენ არის მიდრეკილი. კიდე ერთხელ ვიტყვი, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ანუ ჩვენი ტვინი ზოგადად არ არის შექმნილი რაღაცა ბედნიერებისთვის, რომ მაინც და მაინც ბედნიერებაზე ორიენტირებულები ვიყოთ. ბედნიერება ჩვენი რთული ემოციური კონსტრუქტი არის და ჩვენი უკვე ადამიანების მოგონილი ამბავი არის. როდესაც ჩვენ ინსტინქტებზე ვსაუბრობთ, აქ საუბარი არის, რომ მე რომ ხედავ, რომ თქვენ ჩემთან ინტერაქციაში შემოდიხართ, ხო, აი ეს ინსტინქტის დონეზე, ანუ მე ვარსებობ და მე მნიშვნელოვანი ვარ. სწორედ ამიტომ არის, რომ 21 საუკუნეში ყველა საუბრობს აი ამ დოფამინურ საზოგადოებაზე, მიკუთვნებულობის პრობლემაზე და მოდით ეხლა კიდევ უფრო საინტერესო რაღაცას გეტყვით, იმიტომ რომ განვითარებულ ქვეყნებში ძალიან ინტენსიურად იკვლევენ, რას გვიშვება თანამედროვე ტექნოლოგიები, როგორც პიროვნულად, ისევე ქცევის დონეზე და იელის უნივერსიტეტმა საოცარი კვლევა ჩაატარა. სადღაც თუ არ ვცდები, შეიძლება ციფრები ცოტა შემეშალოს, მაგრამ თუ არ ვცდები, იკულიეს 17,000 ადამიანის ტვიტი, ოღონდ არა თითო ტვიტი, არამედ სადღაც 12 მილიონზე მეტი აი ეს პოსტი ტვიტერზე არსებული პოსტის ანალიზი გააკეთეს. და აღმოჩნდა, რომ ერთი არის, რომ ყოველთვის საზოგადოებაში ყოველთვის არიან რადიკალები და ეს რადიკალები თავიანთი რადიკალური იდეების, ესე ვთქვათ, აგრესიული ფორმითაც ამტკიცებენ ხოლმე თავიანთ პოზიციებს და ამაში ახალი არაფერი არ არის და სოციალურმა ქსელმა, მოდი ესე ვთქვათ, აი ამ რადიკალურ ჯგუფებს არაფერი განსაკუთრებული შესაძლებლობა არ გაუხსნათ. როგორებიც იყვნენ, ისეთები დარჩნენ. მაგრამ საინტერესო ის არის, რომ აი ეს ჩვეულებრივი ადამიანები, არარადიკალურად გამოწვეული ადამიანები აღმოჩნდნენ, რომ უფრო მიდრეკილები ხდებიან აი ამ ნეგატიური კომენტარებისაკენ და უფრო აი ამ დევიაციური ქცევისაკენ, ანუ ფაქტობრივად აი ეს ჩვენი, რაზეც მე ვისაუბრე, რომ აი ეს ინსტინქტი, რომ აღიარებული ვარ, დანახული ვარ და აი ასე შემდეგ, ეს იწვევს, ესე ვთქვათ, არა რადიკალურ ადამიანებში არასასურველი, აგრესიული, რაც გინდათ ის დავარქვათ. ისეთი ქცევის ჩამოყალიბებას, რომელიც წესით მანამდე მისთვის დამახასიათებელი არ იყო. და მთავარი ამბავი ეს არის, რომ რეალურად გამოდის, რომ აი ეს მე, როდესაც მატრიცის მსხვერპლობაზე ვსაუბრობ, ჩვენ და უნებურად, იმიტომ რომ ეს გაცნობიერებულ დონეზე არ ხდება. აბსოლუტურად არაცნობიერ დონეზე ხდება. ანუ ეს მატრიცა ამ შემთხვევაში ალტერნატიული რეალობაა, ხო? ესე რომ განმარტოთ ეს ტერმინი მაინც. არის ყველაფერი. მატრიცა არის ის სქემები, ის სისტემები, რომლებშიც ჩვენ ვოპერირებთ. თქვათ, ერთი მატრიცა არის დავუშვათ სოციალური ქსელები, ან ცალკეული მატრიცებად შეგვიძლია თითოეული ქსელი ცალკეულ მატრიცებად შეგვიძლია განვიხილოთ, ასევე საზოგადოებრივი ნორმები, საზოგადოებრივი ხედვები, რაღაცა ესეც ყველაფერი მატრიცები არის. ანუ სქემები, რომლებშიც ჩვენ გვიწევს ოპერირება. ძალიან საინტერესოა, ანუ ხო, ანუ ამ შემთხვევაში სოციალური ქსელები, როგორც ალტერნატიული გზა საკუთარი თავის რეალიზაციისა, ხო? ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ადამიანი სოციალურ ან საზოგადოებრივ ურთიერთობებში ჩვეულებრივი ადამიანია და როგორც კი ის გადაინაცვლებს შესაბამის სივრცეში, ამ შემთხვევაში ალტერნატიულ სივრცეში, ეგრეთ მატრიცაში, მისი ხასიათი რადიკალურად იცვლება, ის ხდება აგრესიული, ის ხდება უხეში, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო, ამას ხო აქვს რაღაცნაირად ან ეს დაფარული ფსიქოლოგიური ბაზისი და წინაპირობა, რის გამოც ადამიანი იქცევა ისე, როგორც იქცევა, ხო, ამ ალტერნატიულ რეალობაში, როცა ამის საშუალება მიეცემა მას. კი ბატონო, ეხლა შევიდეთ აი ამ ფსიქოლოგიურ პარამეტრებში. ანუ ეხლა ზოგადი მონახაზი მატრიცა რა შვება და ქცევითი, თქვათ, როგორ ზეგავლენას ახდენს ქცევებს, ეს განვიხილეთ და შეგვიძლია კიდევ უფრო შეგნით შევიდეთ. რეალურად სოციალური ქსელები
ადამიანებს, რომლებიც არიან დაკომპლექსებულები, აქვთ რეალურ სამყაროში დაბალი თვითშეფასება, აღიარების პრობლემა, არ არიან ისეთი გამბედავები. ხო, მე ამას ძალიან შერბილებულად ვახასიათებ, მაგრამ ადამიანი, რომელიც დაუკმაყოფილებელი არის თავისი რეალური ცხოვრების, ესე ვთქვათ, გარემოთი, სოციალურ ქსელში შეიძლება ვთქვათ, რომ ირგებს რაღაცა მამაცი, თავისუფალი ადამიანის ნიღაბს უფრო კარგად და იქ ბევრად აგრესიული, ბევრად კატეგორიული და ბევრად მწვავე ხდება, იმიტომ რომ იქ ხო ესეთი დიდი დასჯა არ არსებობს და ფაქტობრივად ჩვენ ყველანი დაცულ, ხო, რაღაცა პროფილებით, რაღაცა ნიღბებით ვესაუბრებით ერთმანეთს და ამიტომ მე სულ მაგას ვიცახი, რომ აი, ამიტომაც არიან ძალიან ბევრი ტროლებიც არიან, ბოტებიც არიან და არიან ჩვეულებრივი აგრესიული ადამიანები. სხვათა შორის მე მქონია ადამიანებთან შეხება, ვინც სოციალურ ქსელებში სხვაგვარად იქცევა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აბსოლუტურად განსხვავებულები არიან, ხო? მშვიდები, გაწონასწორებულები და ადამიანურები, ხო? როგორც კი მათ საშუალება მიეცემათ ეს უსაფრთხო გარემო შეიქმნან, იმ თავითვე და იმ წუთიდან ადამიანები იცვლებიან, ხო? და ანუ უამრავი შეკითხვა მიჩნდება ხოლმე, რატომ ხდება ეს? და ეს რაღაცნაირად დაფარული აგრესიის ნიშნებია ადამიანში, რომელი აგრესია იმ წამიდან გამოვლინდება, როგორც მას საშუალება მიეცემა. დიახ, ეს არის კომპლექსების, რაღაცა ტრავმების, რაღაცა სხვადასხვა ტკივილების, ესე ვთქვათ, გამოაშკარავების გადასარევი მაგალითი, იმიტომ რომ მეც ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ და შემიძლია ვთქვა, რომ ძირითადად ძალიან განსხვავდებიან ადამიანები, როგორები არიან სოციალურ ქსელებში, როგორი პოზიციები აქვთ, თუნდაც როგორ რეაგირებენ და აბსოლუტურად განსხვავებულები არიან რეალურ სამყაროში. ამიტომ მე ესეთი ცოტა უხეში პოსტი დავწერე, მე მგონი თქვენც ნახეთ, ხო? ჩმორების სამყარო დავარქვი და ჩმორების სამყარო ბლოგია სხვათა შორის ყველას ურჩევ რომ წაიკითხოს. ამიტომ ეს არ არის ანძღვა, ჩმორი უბრალოდ ავიღე ეს ტერმინი, სადაც ჩმორში მე ვგულისხმობ ადამიანს, რომელსაც ეშინია საკუთარი პოზიციის დაფიქსირება, ეშინია საკუთარი თავის გამოხატვა, ეშინია არ იყოს გარკვეული საზოგადოებიდან განდევნილი და ცდილობს რომ მოერგოს ყველაფერს, ხო, უფრო კონფორმისტი ადამიანის, ესე ვთქვათ, პროტოტიპი არის ჩმორების საზოგადოება, რისკენაც სამწუხაროდ ბოლო პერიოდი ძალიან ინტენსიურად ჩანს, რომ სხვაგვარად მღდალი ხასიათის მქონე საზოგადოებად ვიქეცით ამასობაში, ხო, ანუ ეს ჩმორი თავისთავად ასოცირდება სიმხდალესთან, ხო, სადაც ადამიანს გამბედაობა არ ყოფნის იმისა, რომ საკუთარი თავი გულწრფელად გამოხატოს. დიახ, რომელსაც ეშინია საკუთარი პოზიციების დაფიქსირების, საკუთარი ხედვების დაფიქსირების და საუბარი საკუთარ თუნდაც სურვილებზე, შეხედულებებზე, საკუთარ რაღაცა მოთხოვნილებებზე და ასე შემდეგ. ხო, კი, ძალიან ესეთი, თუმცა მეორე ჩვენი საკითხი სხვა შორის ამასთან გარკვეულ კავშირში, ანუ საზოგადოება როგორ აფორმირებს ასე ვთქვათ ადამიანის გემოვნებას და მის დამოკიდებულებას სიკეთეებთან, ასე ვთქვათ, სათნოებებთან, ხო, მაგალითად, სიკეთის კეთების სოციალური საფუძვლები, ხო, როცა შენი ესე იგი სოციალური აქტივობა, შენი კაი ტიპობა პირდაპირ დეტერმინირებულია საზოგადოების მიერ. და საზოგადოება განსაზღვრავს იმას, რომ შენ კეთილი ხარ. დაუშვათ და მეორე მხრივ შემოდის არასთქმის ხელოვნება, რომელიც თქვენ ძალიან კარგად გაქვთ, ხო? აღწერილი თქვენს ამ სტატიებში. და ეს როგორ მუშაობს, როცა საზოგადოება გაიძულებს შენ იყო კარგი და ეს სიკარგი არ არის შენი გადაწყვეტილება. მოდით ესე ვთქვათ, ხო? მთელი პრობლემაც ის არის, რომ იდეაში არც არავინ არ გაიძულებს, მაგრამ ჩვენ გვგონია, რომ ყველა გვაიძულებს და როდესაც ჩვენ შინაგანად არ ვართ მზად, მომწიფებულები, არ ვენდობით საკუთარ თავს, ვერ ვიღებთ საკუთარ თავს,
ამ შემთხვევაში ისევ სოციალური მიკუთვნებულობის ესე ვთქვათ მოთხოვნილების დაკმაყოფილების გამო ძირითადად ვცდილობთ რომ რაღაცა ტიპის ნორმებს მოვერგოთ და ამ ნორმების შესაბამისად მოვიქცეთ და მოვირგოთ რაღაცა კარგი ტიპების, კარგი გოგოების, კარგი ბიჭების როლები, ხო? და თუნდაც ხშირ შემთხვევაში, ხო, ჩვენ ხო ესე ვიზრდებით განსაკუთრებით თუ ჩვენ ავიღებთ ქართულ სამზრდელო სისტემას, ჩვენ ბავშვობიდან არავინ არ გვასწავლიდა იმას, როგორ დაგვეიდენტიფიცირებინა ჩვენი სურვილები. არავინ არ გვეუბნებოდა იმაზე, რომ ჩვენ ვართ მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ სულ მთელი ამბავი და მთელი სამზრდელო კულტურა რაზე არის ეს ქართული აგებული, რომ ადექი სხვას ადგილი დაუთმეს, სხვა რა სიტყვის, ხო ჩვენს ოჯახს ეს არ ეკადრება, ანუ სულ გარე მატრიცები, გარე შაბლონები, სადაც მუდმივად გაუცნობიერებლად ბავშვობიდან გვაწვეთებენ ყურში, რომ ჩვენ არაფერს არ წარმოვადგენთ და ჩვენ იმისთვის, რომ ვიყოთ კარგი ადამიანები, მისაღები ადამიანები, წარმატებულები თუ ასე შემდეგ, მიღებულები, აღიარებულები, ამიტომ რაღაცა ქრონიკულად, რაღაცა ნორმის ფარგლებში ვიღაცა უხილავი ხალხი არის შემფასებელი, რომელიც სამყაროში არსებობს და იმათთვის კარგად უნდა მოვიქცეთ, ამიტომ სიკეთეც უნდა ვაკეთოთ, არ აქვს მნიშვნელობა დაღლილი ვარ თუ არა ვარ, უნდა ავდგე და ვიღაცას ჩემზე ოდნავ უფროს ადგილი დავუთმო, რაღაცა თუ მშია დაუშვათ, არ შემიძლია ვთქვა რომ მშია, იმიტომ რომ თუ სანამ არ შემომთავაზებენ ჩემი მოთხოვნილების ესე ვთქვა წამოყენება დამამცირებელია ჩემთვის და ნუ ესეთი თითქოს ძალიან ბანალური, ძალიან წვრილ-წვრილი საკითხები, მაგრამ სწორედ აი ეს პატარა დეტალები ქმნის ერთიან ხატს თუ რა დამოკიდებულება ექმნება ადამიანს სამყაროს მიმართ, თავის მიმართ და აი ამ საკუთარ თავსა და სამყაროს ინტერაქციას როგორ უყურებს, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში არასთქმის ხელოვნება აქ შემოდის ზუსტად. არასთქმის ხელოვნება. ნუ საქართველოში არასთქმის პრობლემა ძალიან სერიოზულად დგას, ეხლა მე 22 წელიწადზე მეტია ვმუშაობ როგორც ქართველებთან, ისე არაქართველებთან. ხო, როგორც საქართველოში ისევე მის ფარგლებს გარეთ, მაგრამ შემიძლია ხაზგასმით ვთქვა, მე არ ვიცახი ეს გლობალურ სტატისტიკაზე, უბრალოდ ჩემს პრაქტიკაში ბევრად უფრო დიდი პრობლემა დგას ქართველებში არასთქმა, ვიდრე თუნდაც ამერიკელებში ან ევროპელებში. და ესეც სწორედ აი ამ ბავშვობიდან მოდის, იმიტომ რომ მე თუ არ მასწავლეს, ვთქვათ, როგორ წარმოვთქვა ჩემი სურვილი, ჩემი მოთხოვნილება. ეს ხო უნარია. და შესაბამისად არ ვიცი და აი ეს ჩემი სურვილები ხშირად გაცნობიერებულიც არ მაქვს, ან თუ ვაცნობიერებ, არ ვიცი როგორ მოვარგო და როგორ იმას ავქნა, რა ქვია, ინტეგრაცია გაუკეთო აი ამ ერთგვარ არსებულ მატრიცაში, სადაც რაღაცა უხილავი ძალები ქრონიკულად მაფასებენ, ხო? შესაბამისად ეს არასთქმა ძალიან დიდი პრობლემა არის, იმიტომ რომ მე შეიძლება თუ მე, ხო, მე ადამიანს უჩნდება იმის განცდა, რომ თუ არას ვიტყვი, ესე იგი გამაგდებენ, განდევნიან, თუ დაინახავენ, რომ მე განსხვავებული აზრი მაქვს, მე შეიძლება აღარ მიმიღონ და აი ამის შიშები, ის რომ მე ვერ დავიცავ საკუთარ თავს, ვერ დავიცავ საკუთარ პოზიციას და ვიქნები განდევნილი, იმიტომ რომ მე არ ვარ იმდენად მნიშვნელოვანი, ხო, აი ეს ქვედა დინებები მუდმივად ზეგავლენას ახდენენ ადამიანზე და ძალიან ხშირად აღმოჩნდება ხოლმე, რომ სადღაც ჩემ ძალიან ბევრი კლიენტი ესე ყოფილა, რომ 40 წელს ისე მოუკაკუნებენ ხოლმე, რომ ამ პრობლემაზე დიდად აქცენტს არ აკეთებენ და უცბად მერე აღმოჩნდება, რომ მთელი ცხოვრება სხვისი სურვილების შესრულებას, სხვისი ცხოვრების მოწყობას დაუთმეს და გრძნობენ ძალიან დიდ სიცარიელეს და ჩნდება ხოლმე ამ დროს კითხვა, რომ მაშინ აბა რა აზრი აქვს ცხოვრებას. თუ მე მუდმივად სხვას უნდა ვემსახურო და ჩემი არასოდეს არაფერი არ არის, მაშინ რა აზრი აქვს? რა მნიშვნელობა? ტკივილისა და ტანჯვის წინაპირობა ხდება და მე ეს შეკითხვები რატომ ვარ დღეს სუდად ალბათ უკავშირდება იმ კომპლექსებს, როგორც თქვენ ახსენეთ, ან წინარე ცხოვრებაში არსებულ ტკივილებს, ხო, იმ ერთიანობას, რომელიც ახლა აწმყოში ავლენს რაღაცა ფორმით თავს. რა თქმა უნდა. ამიტომ მთავარი ამბავი არის ის, რომ ჩვენ უნდა გაცნობიერებული გქონდეს, რომ რატომღაც მე ესე ვუყურებ და ესე მგონია, რომ ძალიან ხშირად ქართველებს გონიათ, რომ არას თქმა, სიტყვა, ანუ რაღაცაზე უარის თქმა და აგრესია არის თითქოს ტოლი.
ერთმანეთთან გატოლებული და ცუდ აბსოლუტურად ტონად ითვლება. ხო, ანუ არა მარტო ცუდ ტონად ითვლება, ხო, რომ რაღაცა თუ არა თქვი, ესე იგი რაღაცა ან აგრესიული ხარ, ან უზრდელი ხარ, ან რაღაცა ხარ, ან ძალიან ბევრს ითხოვ, ანუ არ ხარ კაი ტიპი და რეალურად თუ ადამიანს თავისი პირადი საზღვრები არ აქვს გამოკვეთილი და თუ ჩვენ არ ვიცით არას თქმა, ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანს პირადი საზღვრების პრობლემა აქვს, იმიტომ რომ ესეც თუ ყველაფერს თან ხვდები, მაშინ გამოდის, რომ მე ჩემი არაფერი არა. ხო, ქრება, სადღაც იბლარება, რაღაცა იშლება საზღვრები, ანუ სად ვიწყები მე და სად მთავრდება საზოგადოება, სად იწყება ჩემი სურვილი და სად მთავრდება საზოგადოების, ესე ვთქვათ, მოთხოვნები, წესები და ეს მატრიცული რაღაცა ალგორითმები, ეს მუდმივად წაშლილი არის და ხშირად არის ხოლმე, რომ ვეკითხები, რომ აი, ვთქვათ, კვირის განმავლობაში, ან დღის განმავლობაში, ან რა შემთხვევაში იძახით არას. ანუ როგორ შეგიძლიათ ადამიანს უთხრა და ყველა მაგას მეუბნება, რომ არა, მე ვცდილობ, რომ არაფერს არ უთხრა და არა და რეალურად ვამბობთ, ჩვენ თავს ვეუბნებით მუდმივად არას. და მე გვიკვირს, რომ რატო ვართ ცუდად. იმიტომ რომ წარმოიდგინეთ, რომ მთელი ცხოვრება რაღაცა მოთხოვნილებები გაქვს, მისწრაფებები გაქვს, რაღაცები გაქვს, შეიძლება განდევნილი გაქვს და მთლად მუდმივად ცნობიერში ეს ყველაფერი არ არის და არა ცნობიერში არის, მაგრამ ეს დაუკმაყოფილებლობის განცდა, ეს დისკომფორტის განცდა ტვირთით სულ თან დაგვაქვს. და ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ გავიაზროთ, რომ არას თქმა არის რეალურად იმისი შესაძლებლობა, რომ ჩვენ რეალურად ვარსებობდეთ საზოგადოებაში, ვიყოთ ფორმა გქონდეს საზოგადოებაში და ჩვენს გაკეთებულ კის კიდევ უფრო მეტი ძალა გქონდეს, ჩვენს გაკეთებულ ნებისმიერ სიკეთეს მეტი ძალა გქონდეს. იმიტომ რომ თუ მე უბრალოდ სიკეთეს იმიტომ ვაკეთებ, რომ მეუბნებიან, ხო? ამ შემთხვევაში ეს კეთება მე კიდევ უფრო მეტად მცლის და რეალურად ყველა კვლევა ადასტურებს და ნებისმიერი ადამიანი მეტყვის. ყველას ექნება გამოცდილი ის, რომ თუ მე რეალურად ვაკეთებ სიკეთეს, კარგ რაღაცა საქმეს ვაკეთებ, ეს კეთება იმის დანახვა, რომ ამას მე ვაკეთებ, მეც ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს და მე მავსებს და ენერგიას მაძლევს და მთავარი ამბავი მაგაში არის, რომ როდესაც ჩვენ სხვების ნაკარნახევად ვიქცევით კარგად, ეს საერთოდ არ ნიშნავს, რომ კეთილები ვართ. ან კარგები ვართ. ეს უბრალოდ იმას ნიშნავს, რომ იმდენად სუსტები ვართ და შემდგარები ვართ, რომ სხვანაირად ვერ მოვიქცევით და ესე კატეგორიულადაც კი ვიტყვი, რომ სიკეთისაგან ძალიან შორს არის, ხო? და მე სწორედ ეს ჩნდება ხოლმე, ჩნდება ის მოთხოვნილება, რომ მე თუ რაღაცა გავაკეთე თქვენთვის, მაგალითად, იმას კი არ აღვიქვავ, რომ მე მინდოდა რაღაცა თქვენთვის კარგი გამეკეთებინა. მე ვფიქრობ, რომ რა კი მე გავაკეთე, შენც უნდა გამიკეთო და თითქოს სულ ყიდვა-გაყიდვაში გადადის ეს ყველაფერი და აი ეს დაუკმაყოფილებლობა კიდევ უფრო მწვავდება ხოლმე, იმიტომ რომ თქვენ შეიძლება სულაც არ გქონდეთ სურვილი, რომ მე რაც გაგიკეთეთ, იგივე გამიკეთოთ მე, ხო? იმიტომ რომ თქვენ ხომ არ მთხოვთ, მე გიკეთებთ თვითონ, ხო? ვიღაცა ამორფული საზოგადოება მეუბნება, რომ რაღაცა უნდა გააკეთო ესეთი კარგი რაღაცა. ხო, აი თუნდაც ეს ძალიან შაბლონურად ავიღოთ, მე რომ თქვენს პოდკასტში, ახლა სხვას რო არ შევეხოთ, მოვსულიყავი იმიტომ, რომ შემშინებოდა, რომ თქვენ იტყოდით, რომ აი მე ნინი როგორი უკარებაა და რაღაცა, ხო? რეალურად ეს სტუმრობა ჩემთვის ესეთი სასიამოვნო არ იქნებოდა, საინტერესო არ იქნებოდა, რაღაცა ძალიან შინაარსი გამოეცლებოდა. საინტერესო რამე თქვენ, ანუ ნახეთ, საკეთებელი საქმე, რომელიც პოტენციაში არა შესაძლებლობას არ იძლევა, მან კისაც ეკარგება ფასი და ეს ძალიან საინტერესო გაქვთ თქვენს ბლოგებში. სიკეთე მარტო მაშინ ფასობს რეალურად და მაშინ ხდება ჩვენი შემავსებელი ენერგიის მომცემი, რაღაცა ჩვენი ცხოვრებისთვის საზრისის მომცემი, როდესაც ამას ვაკეთებთ, იმიტომ რომ ამის გაკეთება გვინდა და გვსურს, მინდა
სურვილი მაქვს და თუ ჩემი პირადი საზღვრები ჩამოყალიბებული არ არის, არას თქმა არ შემიძლია და საერთოდ არ ვიცი სად ვიწყები მე და სად მთავრდება საზოგადოება, აქ საერთოდ ვერ ვიქვა ამ სიკეთეებს, ხო და ამაზე არის საქმე, რომ თუ ჩვენ არ შეგვიძლია არას თქმა და ერთიც მინდა რომ დავამატო რეალურად, იმიტომ რომ არ მინდა რომ გამომრჩეს, რომ არას თქმა არ არის აგრესიის გამოვლინება. ანუ უბრალოდ ჩვენ, როდესაც არ გვაქვს განვითარებული უნარი, როგორ ვთქვათ, არა, აი, როდესაც ძალიან ვიხრჩობით ხოლმე და როდესაც უკვე ჩვენი ფსიქიკა ვეღარ იტანს ამდენ პრესს, საზოგადოებიდან ამდენ მოთხოვნებს, მერე ვფეთქდებით ხოლმე და ვხდებით აგრესიულები. თორე, რეალურად არას აგრესიასთან არანაირი კავშირი არ აქვს. პირდაპირი. ეს არის ჩვენი ქცევა. ჩვენი ქცევა. არას გამორიცხვას შენ ცხოვრებაში რეალურად აქვს ის წინაპირობა, რომ ეს შენში გროვდება ნეგატიური რაღაც ემოციების და ინფორმაციის სახით, რომელსაც მე სხვათა შორის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომელსაც მე ადამიანი პირად ურთიერთობებს შორის ზოგი ოჯახში, სადაც ამის რესურსი არსებობს, ამ ემოციების დაცლის, ზოგი პირად ურთიერთობებში ზოგი სად და ასე იბადება რაღაც ეს პარაზიტული ცნობიერების სუბიექტები, რომელიც ირგვლივ წამლავენ და აფუჭებენ ყველაფერს, ხო? ანუ ეგ არის რაღაც ტოქსიკური ცნობიერების მოდელი ალბათ, არა? როცა ადამიანი აქედან გამომდინარე ხდება ისეთი, როგორიც არ უნდა იყოს. კი ბატონო, იმიტომ რომ როდესაც არ არის, მე არა ვარ, რეალურად მე ვარ ქრონიკულად დაუკმაყოფილებელი, ჩემი ემოციური მდგომარეობა, შინაგანი ემოციური მდგომარეობა ქრონიკულად მშიერი არის და როდესაც ეს შიმშილი უკვე პიკს აღწევს, რომ ფაქტობრივად უნდა გადავრჩე, მაშინ აი ეს ვულკანივით ვფეთქდები და აი ეს აფეთქება ხშირად მიეწერება ხოლმე არას. ისევე როგორც მე სულ ვიძახი ხოლმე, რომ აი ფსიქოლოგიაში არსებობს ნეგატიური ემოციები და პოზიტიური ემოციები. და რა კი ნეგატიურ ემოციებს ქვიათ, ნეგატიური ემოციები ყველას გონია რომ ცუდია და ამ დროს ყველაზე კარგი და ყველაზე მნიშვნელოვანი ემოციები არის. ნეგატიური ემოცია ნიშნავს იმას, რომ ის გაფრთხილებს. ნეგატიური ემოციები ჩვენს უსაფრთხოებაზე, ჩვენს დაცულობაზე მუშაობენ. თორე პოზიტიური ემოციები აბსოლუტურად გვაშიშულებს, გვადუნებს და რამე რო იყოს, აი ამ მოდუნებულ მდგომარეობაში განგაშის ზარი საერთოდ არ ჩამერთვება. ამიტომ აი ხშირად არის ხოლმე რომ იმდენად ზედაპირულად ვუყურებთ და არ ვუღრმავდებით თვითონ რაზე ვსაუბრობთ, ამაზე არის რომ გვეშინია, იგივე ბრაზის გვეშინია, ანუ ბრაზი პირიქით ეს ემოციაც მაგას გეუბნება, რომ შენი პირადი საზღვარი ვიღაცამ გადალახა, შენთვის მიუღებელი რაღაცა გააკეთა და ამიტომ დაიცავი, ბრაზი გვეუბნება, რომ დაიცავი შენი პირადი საზღვრები. ახლა მე ჩემ ბრას მუჭით დავიცავ, გინებით დავიცავ, თქვენთან დიალოგით დავიცავ, თუ რა ფორმით დავიცავ, ეს ჩემი პრობლემაა და არა ბრაზის ბრალი. არა და ძირითადად ბრაზს ეტენება ხოლმე, ხო? რეალურად ეს ბრაზი ხო იმის ილუზია, რომ მე არას თქმა არ შემიძლია. ამიტომ ბრაზობ. ბრაზი ბევრნაირი შეიძლება იყოს, თუ არას თქმა არ შეგიძლია, ამ შემთხვევაში ბრაზი უფრო ხშირად არის ხოლმე, იმიტომ რომ გვინდა არ გვინდა ვაცნობიერებთ თუ არ ვაცნობიერებთ ჩვენთვის, ნებისმიერი პიროვნებისთვის პიროვნული საზღვრები ძალიან მნიშვნელოვანი არის და შესაბამისად, როდესაც აქ კონფლიქტი არის, შინაგანი აფეთქებები არის, თან ჩვენ ადამიანები სამყაროსთან კომუნიკაციას ვამყარებთ ემოციებით. შესაბამისად, როდესაც მე ჩემი საზღვრები არ მაქვს და ყველა არღვევს ჩემს საზღვარს, მე ფაქტობრივად ჩემი ბრაზის ემოცია მეუბნება, რომ კიდე დაგირღვიეს და აი ეს რო გროვდება და მე აი ამას ვიჭერ და ბრაზ და ნეგატიურ ემოციებს ძალიან დიდი ენერგია აქვს, იმიტომ რომ ესეც ევოლუციურად ჩამოყალიბებული არის და მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ბრძოლა გვიწევს, გვჭირდება ენერგია. თორე როდესაც პოზიტიურ ემოციებში ვართ, მოდუნებულები ვართ და ენერგია იმდენი არ აქვს. და ხო, აი ეს ბრაზის ენერგიის გამოყენება უნდა მოხდეს ჩვენი პირადი საზღვრების დაცვისათვის და ძირითადად, როდესაც არ ვაცნობიერებთ და იმპულსურად ვიქცევით, მე ამას ვეძახი ხოლმე, რომ აი ცხოველური რეაქციები წამოვა ჩვენში, მაშინ ხდება ხოლმე, რომ ბრაზის გამო ადამიანი ხდება დამანგრეველი. თორე აი ეს არის
არას თქმა თითქოს ძალიან პატარა რაღაცა დეტალი არის, მაგრამ არას თქმა დიდწილად ის თუ როგორ შეუძლია ადამიანს დაიცვას საკუთარი პირადი საზღვრები, იყოს ეკოლოგიური გარემოში, რომ არ იყოს დამანგრეველი, არ იყოს აგრესიული, მაგრამ ამ შემთხვევაში არ იყოს ეს მისი ერთგვარი ჰუმანურობა არ იყოს მისი კეთილდღეობის ხარჯზე, არა ამაში გვეხმარება და ეს განსაზღვრავს მისი ცხოვრების ხარისხს. მე სულ მაგას ვიძახი ჩემს კლიენტებსაც ამას ვეუბნები და სტუდენტებსაც ხშირად ამას ვეუბნები, რომ თუ ადამიანს არ შეუძლია არას თქმა, მისი ცხოვრების ხარისხი ძალიან დაბლა არის დავარდნილი. ეს არის ერთ-ერთი პირველი ინდიკატორი. ძალიან საინტერესო ადგილთან მივედით, მე თუ მკითხავთ. რეალურად აქ საკითხი იმას ეხება, რომ ჩვენ არასთქმა უნდა შევძლოთ, თუმცა ეს არასთქმა პირდაპირ დაკავშირებულია სოციალიზაციის პერსპექტივასთან. და ეს სოციალიზაციის პერსპექტივა რეალურად ჩვენ საზოგადოებაში ხო შევხედათ მრავალფეროვანია, ხო? ეს არის სამეგობრო, ეს არის ოჯახი და ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის სამსახური, ხო? სადაც რეალურად ადამიანები იბოჭებიან იმისთვის, რომ არა თქვან გარკვეული რისკების გამოისობით, ხო? რომ დააზღვიოს ის რისკი, ეს არას, იმიტომ არ იძახის, რომ შემდგომში ეს დააზიანებს მას, ხო? და ამიტომ ეს დამოკიდებულება ამ შემთხვევაში, როცა ადამიანები ასე თქვა თმობენ არასთქმის პერსპექტივას, საკუთარ თავში მაინც თვით გაფრთხილებასთან არის დაკავშირებული, ხორციელ გადარჩენასთან, ასე ვთქვათ, რომელიც საბოლოო ჯამში მაინც ცუდად გიბრუნდება, მაგრამ აწმყოში ადამიანი კონკრეტულ ვიწრო პერიოდში მაინც უფრთხილდები იმას, რაც გაქვს. და აქ როგორ შეიძლება თქვენ მე რატო გეუბნებით, ეხლა თქვენ ხა ახსენეთ, რომ უფრო მეტად მოკლედ სასარგებლოა ეს ადამიანის არასთქმა, თუმცა ერთი მხრივ ასე არ ჩანს, ანუ არა პირდაპირ პროპორციულია იმისა, რომ შენ ფიზიკურად დაზიანდი ამ შემთხვევაში, ანუ რეალურად არ კონდეს სამსახური, არ ყავდეს მეგობრები, არ იყო იმ საზოგადოებაში, რომელშიც ადრე იყავი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ეს ხომ პირდაპირ არ ნიშნავს იმას, რომ არასთქმა სულ სიკეთის მომტანია, ასე ვთქვათ, ხო, ერთი შეხედვით ასე. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ ყველაფერზე, ანუ მარკო ხო კომპრომისის ვარიანტები არსებობს და აქაც მნიშვნელოვანი არის, რომ თუ თქვენ ჩემთვის მნიშვნელოვანი ხართ, მე შეიძლება ჩემი სურვილები უკან დავხიო, მაგრამ ეს უნდა გავაკეთო, ანუ რაღა ხო კომპრომისის ხარჯზე. კომპრომისი არა იმიტომ, რომ თქვენი დაუშვათ მე შინია, არამედ არ მინდა დაუშვათ თქვენი დაკარგვა. ან რაღაცა ხო, რაღაცა არ დავაზიანო სხვა რაღაცა, იმიტომ რომ ჩვენი ცხოვრება ძალიან ბევრი სისტემისგან და ბევრი კონსტრუქციისგან შედგება, მაგრამ აქ მე უფრო სხვა რამეზე გავამახვილებდი ყურადღებას, რაც ყველაზე საგანგაშო არის რეალურად ჩემი აზრით და 21 საუკუნის ერთგვარი მე ტკივილს ვეძახი ამას. რაღაცა აი ამ ტექნოლოგიების განვითარებამ, ამ რაღაცა სოციალური ქსელების განვითარებამ შექმნა ისეთი ილუზია, რომ ჩვენ რაღაცა ძალიან კარგები და ძალიან ლამაზები უნდა ვიყოთ და ძალიან რაღაცა ჰუმანურები ვართ და მე ამას ვეძახი, შეიქმნა ტოქსიკური პოზიტივიზმი, რომ შენ კარგად უნდა იყო, შენ კარგად უნდა ართმევდე საზოგადოებაში რაღაცა გამოწვევებს თავს, ცუდ ხასიათზე არ უნდა იყო, რომ კარგი რა ეს, რომ ნუ იქნები ტოქსიკური და იფიქრე მუდმივად პოზიტიურად და ამან უკვე ისეთი დამახინჯებული სახე მიიღო და ესეც მე ჩემი გადმოსახედიდან აი ამ არასთქმის და პირადი საზღვრების აი ესე ვთქვათ დაბლარვის ამბავიდან მოდის, რომ აი ეს რა ვიცი, მე სულ მაგას ვიძახე, რომ აი თუ კბილი მტკივა, დაუშვათ როგორ შეიძლება ვიყო კარგად, ან თავი მტკივა ძალიან. და არა და უკვე თითქოს საზოგადოებიდან მოდის ეს დაკვეთა, რომ კარგად უნდა იყო, ყველაფერს კარგად უნდა აკეთებდე, ეს სოციალურმა მედიამ და მილიონმა ფილტრებმა ხო, საერთოდ რომ აი ამ ფოტოების დადებით და რაღაცა რომ აი ეს მუდმივად შედარებები მოდის, რომ ხშირად მე ჩემ გადახვევას გავაკეთებ, ჩემმა ერთმა კლიენტმა მითხრა, რომ ნეტაო ისეთი ცხოვრება მქონდესო, როგორიც ინსტაგრამზე მაქვს. ანუ აბსოლუტურად ვისწავლეთ რაღაცა სიყალბეში ცხოვრება და იმდენად ავირიეთ აი ამ სიყალბეში და აი ამ ტოქსიკურ მოჩვენებით პოზიტიურობაში, რაც საბოლოო ჯამში ჩვენ გვახჩობს ინდივიდუალურად. და მნიშვნელოვანი არის აი ამისი გააზრება, იმიტომ რომ
ფაქტობრივად ტექნოლოგიების განვითარების ფონზე რამაც წესით ჩვენი ცხოვრების ხარისხი უნდა გააუმჯობესოს, ყველა კვლევები ამას ამბობს, რომ ჩვენი მენტალური მდგომარეობა უარესობისკენ მიდის. ანუ რაღაცა ხდება, რასაც ჩვენ არასწორად ვიყენებთ, რაღაცა არასწორ შინაარსებს ვდებთ და აი ეს რაღაცა ერთი პოლუსიდან მეორე პოლუსზე გადასვლა, რო ვთქვათ, თუ მანამდე აგრესია მისაღები იყო, ვთქვათ, ძველ დროს რაღაცა ეს ესეთი იერარქიული ის უფლებები, ვიღაცების თქვათ უფლებები შერახული იყო, ვიღაცის ბრძანებებს უნდა დამორჩილებოდი და რაღაცა და ეხლა მოვიდა ეს რაღაცა დიდი თავისუფლება და რაღაცა ამ მიმართულებითაც ესეთი სრული თავისუფლებაც არ გამოდის, ხო, რაღაცნაირად. ანუ აქაც რაღაცა საზღვრები უნდა იყოს და აქაც უნდა ვისწავლოთ ნავიგაცია. იმიტომ რომ ერთი პოლუსიდან მეორეში ისე გადმოვარდით, რომ თითქოს ეხლა მე ისეთი განცდა მიჩნდება, რომ ყველა ცდილობს, რომ პასუხისმგებლობა აიცილოს, ხო? რაღაცა დაიწყო 80-იან წლებში დაიწყო, რეალურად ეს ბიზნესში შემოვიდა ის რომ აი ეს რაღაცა გუნდური მუშაობის პრინციპები და რაღაცა და შემოვიდა სიტყვა ჩვენი, რომ ჩვენი გუნდი, ჩვენ და როდესაც მე და თქვენ, აი ესე იგი, მე როგორც ფსიქოლოგი ისე გესაუბრებთ, როდესაც მე და თქვენ ჩვენზე ვსაუბრობთ, აქ და მე არ მესმის ჩემი პასუხისმგებლობა რა არის და თქვენი პასუხისმგებლობა რა არის. საბოლოო ჯამში საქმეც ფუჭდება და ეს კვლევებმაც დაადასტურეს. რომ ფაქტობრივად 20-25 წელი ამ მიმართულებით განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებში აი ეს კორპორაციული კულტურის ესე ვთქვათ გაჯანსაღება, რაღაცა თავისუფლების შემოტანა, რაღაცა ვითომ ინდივიდუალურად ყველას მნიშვნელოვნების წამოწევა, აი ამ მიმართულებით რა ძალისხმევაც იყო ჩადებული, აღმოჩნდა რომ ამან უკუშედეგი მოიტანა. ნუ მე ვფიქრობ, რომ ეხლა ჩვენთვის არის მტკივნეული, იმიტომ რომ ჩვენ ფაქტობრივად ყავზე ვგებულობთ ამ ყველაფერს, თორე ევოლუციის თვალსაზრისით ძალიან საინტერესო განვითარების სტადიაში ვართ და ევოლუციისთვის ეს ძალიან მარტივი და ისეთი გარდამავალი პერიოდი არის და ყოველივე ახალი რო სტრესული ხასიათის არის და იქ რაღაცა ავარდნები და ჩამოვარდნები მუდმივად არის, სანამ გარემოსთან ვადაპტირდებით, ესეც ევოლუციის ერთ-ერთი ნაწილი არის და ჩვენც აი ამ გარემოში ვართ ახლა. მაგრამ მე რა ვერ გავიგე, ანუ ერთი რამ არის, ანუ ეს გუნდი რეალურად ალბათ კოლექტიურ საზოგადოებად უფრო გარდაიქმნა, რა საზოგადოებაში ინდივიდუალური პასუხისმგებლობები დაქვეითებულია, ხო? ამის თქმა გინდა თქვენ, ანუ მე რეალურად ეს გავიგე. ხო, აი წარმოიდგინეთ, ვთქვათ, ადრე გუნდთან მუშაობის დროს იყო, ვთქვათ, რაღაცა ამოცანები, რომელზეც კონკრეტული პასუხისმგებელი პირები იყვნენ. ხო და ეხლა ძირითადად აი ჩემი მოსაზრება არ არის, მე ვიძახი, რაც ბოლო ხანებში აკადემიური კვლევებიდან ძალიან კარგად ჩანს. ეს არ ნიშნავს, რომ შეიძლება რომელიღაცა ორგანიზაციაში ეს არ იყოს, მაგრამ აქ ვსაუბრობთ მასობრივად ქცევითი მოდელები როგორი ჩამოყალიბდა. სიტყვა ჩვენ ერთის მხრივ მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს თანაბარ პირობებში ამყოფებს, მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანმა არ იცის თავისი პასუხისმგებლობის ნაწილი და არ უსწავლია პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე, აქ მუდმივად ჩნდება ის, რომ ჩვენ ყველანი გავურბივართ პასუხისმგებლობას. დავუშვათ, ესეთი მარტივი მაგალითი არის, მე და თქვენ ვიღაცას რაღაცა დავპირდით და ვეუბნებით, რომ კი, ჩვენ ამას გავაკეთებთ. მე ხო მარტივად შემიძლია ვთქვა, რომ ოკეი, თქვენ გააკეთებთ ალბათ რა. ან თუ რაღაც არ გამოვიდა, მე ვეტყვი ადამიანს, რომ ვიმე, მე მეგონა რომ გააკეთებდე და მე არ გამიკეთებია ამიტომ, რომ როგორ არ გავაკეთებდი. ანუ აი ეს ძალიან ვითომ ძალიან ჰუმანურობა, ვითომ ძალიან საზღვრების, აი ესე ვთქვათ, წაშლა და ჩვენ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ პასუხისმგებლობა ავიცილოთ საკუთარი თავიდან და ესე ძალიან ადამიანურია, ამაში არაფერი არ არის, რომ ვიღაცა ცუდია თუ ვიღაცა კარგი არის და აქაც ძალიან კარგად უნდა ვიცოდეთ, სად გავავლოთ საზღვრები და სად ესე ვთქვათ, როგორ ჩამოვაყალიბოთ თამაშის პრინციპები, ისე რომ არ დავაზარალოთ დიდი შინაარსები. ანუ გუნდი რო
კოლექტიურ ცნობიერებას არ დაემსგავსოს, ამ შემთხვევაში გუნდში უნდა იყოს კოლაბორაცია, რაღაც ტიპის თანამშრომლობა, ხო, კომპეტენციური პასუხისმგებლობა და მისი პატივისცემა, ხო, მე რაღაცას ვაკეთებ, თქვენ რაღაცას აკეთებთ. ანუ ეხლა წარმოიდგინეთ მე და თქვენ, აი ესეთი მარტივი უხეში მაგალითი რო გავაკეთოთ, რომ მე და თქვენ შევთანხმდით, რომ ოკეი, პოდკასტს გავაკეთებთ და დავუშვათ არ შევთანხმებულიყავით იმაზე, ვინ დასვავდა შეკითხვებს და ვინ უპასუხებდა, ხო? რაღაც არ ჩამოგვეყალიბებინა ესენი, რა ქვია, პასუხისმგებლობები, ხო? და დავუშვათ მეც რომ მომემზადებინა რაღაცა შეკითხვები თქვენთვის და საერთოდ არ ყოფილიყავი მზად იმისთვის, რომ თქვენ მე შეკითხვებს დამისვავდით. ან დავუშვათ თუნდაც ხო, რა თემასთან დაკავშირებით მონახაზი, შავი მონახაზი მაინც არ გაგვეკეთებინა, რომ მოდი აი ამაზე ვილაპარაკოთ, ხო? მაშინ გამოვიდა და ძალიან ქაოტური, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საინტერესო შინაარსები არსებობს, ისე ძალიან გლობალურად და გაშლილად ვსაუბრობთ და ყველაფერს ვეხებით, მაგრამ წარმოიდგინეთ ეხა რაღაცა მოკლე მონახაზიც რო არ ქონოდა, რამდენად დამაბნეველი და დაშლილი იქნებოდა შინაარსი. ამაზე არის საუბარი, რომ არა ის, რომ ვინ არის დამნაშავე, აქ ვეძებოთ ან რაღაცა, არამედ თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი პრობლემა არის ის, რომ ჩვენ აი ამ თანასწორობაში, პირადი საზღვრების არსებობის პირობებში ვიცოდეთ ჩვენი პასუხისმგებლობის ნაწილები რა არის და პასუხისმგებლები ვიყოთ ჩვენს ქცევაზე, იმიტომ რომ აი ეს თითქოს არადან დავიწყეთ, მაგრამ აი ეს არას არ არსებობა და მე აი ეს სუპერჰუმანურობა რო კარგები გვინდა ვიყოთ და რაღაცა ეს საზოგადოებას თვითონ ამახინჯებს და აი ქცევითი მოდელები, რომელიც საზოგადოებაში ყალიბდება რეალურად, დამახინჯებულია. ეს ქმნის მატრიცას სინამდვილეში, ხო, რომელი მატრიციდან, რომელი რეალობიდან გამოსვლა მე რთული ხდება. ნუ მე ძალიან რთულია, იმიტომ რომ აი ეს კოლექტიური გადაწყვეტილებების შინაარსი, არავინ არ არის პასუხისმგებელი, ვინ შექმნა ეს წესები, თავისით შეიქმნა, ხო? აი ამ ჩვენი ნაზრით. ძალიან საინტერესოა ეს, როგორ იწვევს მე ტკივილს, მარტოობის ტკივილს, ასე ვთქვათ, ხო, რომელი მარტოობაც, როგორც ჩანს, არის ძალიან ღრმა, ესე იგი ღრმა შინაარსის მქონე დაზიანება, ხო, ადამიანისთვის, რომელიც მას ისეთი დოზით და ისეთი დონით აზიანებს, რომ ხშირად ის ტოლფასია სხვა ტკივილებისა, რომელიც შეიძლება ადამიანმა ფიზიკურად მიიღო. ანუ ეს მიუხედავად იმისა, ჩვენ საინტერესო რამე ვთქვით ახლა, მიუხედავად იმისა, რომ სამყარო თითქოს სოციალურია, თითქოს კომუნიკაციაშია, თითქოს კავშირებია, მოწყობილობები, სისტემები და ასე შემდეგ, მიუხედავად ამისა, აღმოჩნდა, რომ ადამიანი მაინც მარტოა. და როგორ ხდება ეს? ანუ კაზუსია რაღაც წინააღმდეგობრივია. არა და ძალიან ბუნებრივი არის. რეალურად 21 საუკუნე არის ტექნოლოგიების საუკუნე, ესე ვთქვათ, კავშირების საუკუნე და მოდით ორი სიტყვა გამოვხსნათ. ერთი არის კავშირი და მეორე არის ურთიერთობა. ჩვენ ვართ სოციალური არსებები, ადამიანები. ჩვენთვის კავშირებსაც აქვს, რა თქმა უნდა, მნიშვნელობა, იმიტომ რომ კავშირები არის ჩვენი, ესე ვთქვათ, სანავიგაციო საშუალებები, სადაც ჩვენ შეგვიძლია რაღაცა თვითგამოხატვა, რაღაცა საკუთარი მოთხოვნილებების, სურვილების დაკმაყოფილება და ასე შემდეგ, სადაც ვოპერირებთ. არის ურთიერთობები, იმიტომ რომ ჩვენ ვართ სოციალური არსებები, სოციალური მიკუთვნებულობა, აღიარება, ემოციური კავშირი, იმიტომ რომ ჩვენ ხო ემოციებით, მხოლოდ გარე სამყაროსთან და საკუთარ თავთან მხოლოდ ემოციებით ვუკავშირდებით ერთმანეთს. და როდესაც ჩვენ აი ეს ორი რამე კავშირები და ურთიერთობები გონია ერთი რაღაც და ეს მოხდა რეალურად. 21 საუკუნეში სოციალურმა ქსელებმა შექმნეს იმისი ილუზია, რომ ჩვენ ყველანი დაკავშირებულები ვართ და შესაბამისად რაღაცა ურთიერთობაშიც ვართ. და აღმოჩნდა, რომ ჩვენ ერთმანეთთან ურთიერთობაში არა ვართ. ჩვენ უბრალოდ დაკავშირებულები ვართ ერთმანეთთან და რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, აი ახალი თაობა ჯენზი აღმოჩნდა, იმიტომ რომ ჩემთვის მე არ ვარ ჯენზის თაობა, ჩემთვის ამ ეს ტექნოლოგიები, ესე ვთქვათ, დასწავლილი არის. მე რო პატარა ვიყავი, მაშინ სოციალური ქსელები არ იყო. შესაბამისად, ესეთი ტექნოლოგიები არ იყო, smartphone-ები არ იყო, ამიტომ ჩემთვის ეს ბუნებრივი ურთიერთობა არ არის. ვისწავლე ჩემმა შვილებმა, რომლებიც ჯენზის თაობის წარმომადგენლები არიან, ხო? ამ გარემოში გაიზარდნენ და მათთვის ეს
ტელეფონები, აი ეს ციფრული მოწყობილობები იქნება თუ სოციალური ქსელები, მათი ბუნებრივი გარემოს ნაწილი არის. და ამიტომ ისინი ისე ურთიერთობენ მაგათთან, აი როგორც რა ვიცი, ჩვენ ფეხით ხო თუმცა სტატისტიკა ცუდ რამეს აჩვენებს ამ კუთხით, მათში მარტოობის განცდა მაღალია, ხო? თუ როგორ არის? და Gen Z-ში, რომელიც ყველაზე დაკავშირებული, იმიტომ დავიწყე ეს, რომ Gen Z არის პირველი თაობა, რომლისთვის აი ეს ტექნოლოგიები ბუნებრივი მოცემულობა არის და წესით ყველაზე კარგად უნდა, ანუ ტექნოლოგიურად კარგად ერკვევა, კარგად ოპერირებს, სასწავლო არაფერი არ კითხვები არ უჩნდება, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ყველაზე მარტოსულად გრძნობს თავს, იმიტომ რომ აი ამ ილუზორულმა წარმოდგენამ, რომ აი ეს კავშირები და ურთიერთობა გააერთიანდა თითქოს და ჩავთვალეთ, რომ რა კი კავშირები არის ურთიერთობაც, ის ურთიერთობაც გვაქვს ადამიანებთან, რეალურად აღმოჩნდა, რომ ფსიქიკურ პროცესებზე ძალიან ნეგატიურად აისახება, იმიტომ რომ ჩვენ ხო ჩვენ თავს ვერ მოვატყუებთ. ანუ ერთი არის, რომ მე ამიტომ ვიცახი, რომ ჩვენ ძალიან დაკავშირებულები ვართ ერთმანეთთან, მაგრამ ძალიან მარტოსულები ვართ, იმიტომ რომ ურთიერთობა არ გვაქვს. იმიტომ რომ შორის შემდეგ თაობასაც შეექმნა ეს პრობლემა, ხო? სტატისტიკით. კი, მაგრამ ეხლა ყველაზე ხანში შესულებსაც. კი, შეეხოთ, მაგრამ ისე არა, როგორც აი ესეთი სტატისტიკურად რო ავიღოთ, ზოგადად, როდესაც რაღაცა ვითარდება, ყველა თაობას ეხება, პატარების კვლევა იმდენად არ მიმდინარეობს, იმიტომ რომ ეს მარტოსულობა მერე რეალურად Gen Z-ის თაობა არის ახალი მუშახელი, მოდი ესე ვთქვათ, ხო? ესეთი, რა ქვია, ეკონომიკური თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ხოლმე თანამედროვე სამყაროში, ვთქვათ, რა მოსდის აი ამ ჩვენს, ესე ვთქვათ, საზოგადოებას, რომ საით მიდის, საით ვითარდება. ამიტომაც Gen Z ძალიან ბევრ კვლევას გამოყოფილი აქვს ესე ცალკე, იმიტომ რომ აქ სერიოზული პრობლემა არის. თითქოს ძალიან ბევრი უნარი ამ თაობაში განვითარებული არის, მაგრამ იმიტომ რომ აი ეს მარტოსულობის განცდა აქვთ, ემოციურად არასტაბილურები არიან, დეპრესიისკენ მიდრეკილები არიან, მათი ფუნქციონირების ხარისხი გაფუჭდა. დავარდნილია, რა თქმა უნდა, ახლა ადამიანს, რომელსაც ფოთო აქვს და დეპრესია აქვს, ხო, ეფექტური ვერც ამუშავოს ნატურალური კავშირები უჭირთ, ნატურალური პროცესი. იმიტომ რომ ძირითადად იციან როგორ დაუკავშირდნენ ერთმანეთს და აქ ჩვენ მშობლებმა შევცოდეთ ძალიან, ხო, იციან როგორ დაუკავშირდნენ და რა კი კავშირები აქვთ, გონიათ რომ ეს არის ურთიერთობა და ჩნდება არაღიარების განცდები და Facebook-ზე შენი მეგობარი ვერ ჩაგეხუტება. როცა გჭირდება რომ ჩაგეხუტოს. Facebook-ის მეგობარი ვერ გაგიგებს, იმიტომ რომ მხოლოდ ჩვენ როდესაც ტექსტებს ან თუნდაც ვიდეოებს ვუსმენთ, ხო? იქ ესეთი პირდაპირ ურთიერთობა ხო ეს არის, როდესაც ჩვენ ერთმანეთში ემოციებს ვცვლით. ტექნოლოგიას ეს არ შეუძლია. ცოცხალი თანაგრძნობა დეფიციტურია. ხო, ტექნოლოგია ეს არის აღწერითი, ანუ გვაძლევს რაღაცა იმას, რაც ხშირ შემთხვევაში რაც უფრო მეტად ხედავ, უფრო მეტად გინდება და მე გონია რომ შენ არ ახარ რაღაცა შენ განსხვავებული გონია თავი, რომ როგორ შეიძლება რომ ესეც სამყაროში გრძნობდე მარტოსულად თავს, ან ცუდად იყო და ასე შემდეგ. და ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვნად ეხლა მიდის მუშაობა, თუ როგორ შეიძლება, თქვათ, რა რეკომენდაციები შეიძლება გაიცეს, როგორ შეიძლება იმას ავქნათ, რა ქვია, განვავითაროთ ტექნოლოგიებთან ურთიერთობა, იმიტომ რომ ტექნოლოგია თავისთავად ცუდი არ არის, უბრალოდ ჩვენ არ ვიცით როგორ მოვექცეთ, თორე პირიქით ტექნოლოგიები ძალიან მნიშვნელოვანია და მე თუ მკითხავთ, ტექნოლოგიები ჩვენ გვეხმარება ჩვენ ნამდვილ ადამიანობასთან მივიდეთ ახლოს, ხო? აი ესე რომ ვთქვათ, რომ ყველა ადამიანი შემოქმედია, ხო, ღმერთისად არიან. სანამ ჩვენ ესე ვთქვათ, რუტინულ აქტივობებზე გვეხარჯება დრო, ძალიან ბევრ შემოქმედებით პროცესს, შემოქმედებით საკითხს ვეღარ ვასწრებთ დროის უქონლობის გამო და წარმოიდგინეთ, აი ამ განვითარებულმა ტექნოლოგიებმა ყველა რუტინული აქტივობა, რომ შეგვისრულონ რამხელა პოტენციალის აღმოჩენა შეიძლება ჩვენში და რამდენად მნიშვნელოვანი საინტერესო და შემოქმედებითი სამყაროს შექმნა იქნება შესაძლებელი და მე ზუსტად ვიცი, რომ აუცილებლად მოვა მაგისი დრო. უბრალოდ მე არ ვიცი მე მოვისწრებ
მოვისწრებ თუ არა მაგას, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ აქეთკენ მიდის საზოგადოება. კი ბატონო. ძალიან საინტერესოა და ერთი მნიშვნელოვანი საკითხი კიდევ კერძოდ ეს შეეხება ხელოვნურ ინტელექტს რა და მის ინტეგრაციას ჩვენ ცხოვრებაში. აი ეს როგორ არის ან მის მიმართ შიში ეს როგორ შეიძლება დაიძლიოს ასე ვთქვათ. შიშია და ამის ძალიან ბევრი ძალიან ბევრს გონია რომ სამსახურს ართმევს ხელოვნური ინტელექტი, ძალიან ბევრს გონია რომ რაღაცა ჩვენ ჩაგვანაცვლებს და ამის შიში მოდის ხოლმე. მე ისე ვიტყვი პატარა გადახვევას გავაკეთებ, ეს ისევ გამოდით თუ მე არ ვიცი მე ვინ ვარ, რა ვარ, რა რესურსები მაქვს, რა შინაარსები მაქვს, რა სურვილები მაქვს, ანუ ჩემი პიროვნება ჩამოყალიბებული არ არის და მხოლოდ გარე, ესე ვთქვათ, მატრიცის დავალებებს ვასრულებდი, რომელიც ადრე მხოლოდ რუტინული აქტივობები იყოს, თავისთავად ცხადია, შეიძლება გამიჩნდეს იმის განცდა, რომ ხელოვნური ინტელექტი რაღაცა ფუნქციას მართმევს, მაგრამ ჩვენ ადამიანები არ ვართ რუტინული აქტივობების შემსრულებელი შინაარსები რეალურად. ჩვენ გვიწევდა რაღაცა გარკვეული პერიოდი აი ამ რუტინული ტექნიკური სამუშაოების შესრულება, იმიტომ რომ ტექნოლოგიები არ იყო განვითარებული და ეხლა დგება ჩვენი ადამიანობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დრო და ამისი კი არ უნდა გვეშინოდეს, ეს უნდა გვიხაროდეს. უბრალოდ გვაშინებს ის, რომ როგორც არასთქმა არ გვასწავლეს, როგორც საკუთარ თავთან დიალოგი არ გვასწავლეს, როგორც საკუთარი სურვილების, მიზნების, ინტერესების იდენტიფიცირება არ გვასწავლეს, აქ მოდის პრობლემა, რომ თუ მე დაკარგული ადამიანების სინდრომს ვეძახი მე ამას, იმიტომ რომ თუ მე არ ვიცი ვინ ვარ, რა მაინტერესებს, საკუთარი თავის რწმენა არ მაქვს, თუ ყველაფერი ხელოვნურმა ინტელექტმა გააკეთა, მაშინ მე რა გავაკეთე? და აქ დგება მთავარი პრობლემა, თორე მე არ ვიცი თქვენ იცით თუ არა. იდეაში ერთ შეგეკითხებით, ამ რუტინული და ბიუროკრატიული საქმის კეთების ჩანაცვლების პერსპექტივა ხელოვნური ინტელექტით რეალურად არის. კი, რა არის თქმა ისეთი უნდა. რაღაცა, რასაც ვერ ჩაანაცვლებს ხელოვნური ინტელექტი, ხო? ამაზე ვსაუბრობთ ჩვენ ახლა. იგი პირიქით, მე ეს შიში სწორიც არის ერთგვარად, სწორიც არის. მე იმის თქვა მინდა, ეს სწორიც არის. როცა ადამიანებს ეშინიათ ორი არის, იმიტომ თუ ჩვენ გვგონია, რომ ჩვენ უბრალოდ რაღაცა რობოტების სამუშაოს ვასრულებდით, იმიტომ რომ ჩვენ ხო არ ვართ, ჩვენ ადამიანები ვართ, არ ვართ რობოტები. ამიტომ თუ მე მგონია, რომ ჩემი მარტო ესეთი რაღაცა მოძრაობები განსაზღვრავს ჩემს პიროვნებას, მაშინ მე რეალური პრობლემა მაქვს. აქ საუბარი არის იმაზე, რომ ტექნოლოგიები ისე ვითარდება და სამყარო იმდენად იცვლება, რომ ყველა რუტინული აქტივობას ადრე თუ გვიან ჩაანაცვლებს ხელოვნური ინტელექტი და ჩვენ კოლოსალური დრო გამოგვითავისუფლდება. ძალიან დიდი დრო გამოგვითავისუფლდება და ჩვენ შევძლებთ დიდი რაღაცა შემოქმედებითი პოტენციალის განვითარება საკუთარ თავში. და აქ მარტო ჩვენზე არ არის. ხელოვნური ინტელექტის განვითარებამ და ტექნოლოგიურმა განვითარებამ ძალიან ბევრი სასიკეთო ძვრას შეუწყო ხელი და მე სულ ვიძახი, რომ ხელოვნური ინტელექტი ბოროტება კი არ არის. სიკეთე არის, უბრალოდ უნდა იცოდეს სიკეთე, როგორ აკეთო, როგორც ჩვენ ვილაპარაკეთ ნამდვილ სიკეთეზე და უბრალოდ კარგ ქცევაზე, ხო? იმიტომ რომ აი ახლა მე გაზაფხულზე ვუსმენდი TEDx-ზე სხვადასხვა მეცნიერები, რომლებიც გამოდიოდნენ და საოცარი შედეგები აქვთ ხელოვნური ინტელექტის განვითარების კუთხით. სახელი და გვარი არ მახსოვს, ერთ-ერთი ნეირობიოლოგიის პროექტი იყო, რომელმაც იქ TEDx-ზევე აჩვენა კიდევაც, შექმნა ესე ვთქვათ ტექნოლოგია, ადამიანები, რომლებიც ვერ საუბრობენ, იმათ ნაცვლად, იმათ ესე ვთქვათ, აზრებს ახმოვანებს ხელოვნური ინტელექტი. და აი ამაზე დიდი სიკეთე რა უნდა იყოს. ძალიან ეხლა დაიწყო ამ მიმართულებით, აი ესეთი დიდი სიკეთეების, კეთების, შესაძლებლობების ის გაიხსნა, გზა გაიხსნა და ძალიან ბევრი მეცნიერი ამ მიმართულებით მიდის. კიდე რასაც ვუყურე არის ის, რომ თქვათ ადამიანი, რომელსაც კიდურების ვერ დადიოდა და კიდურების პრობლემა ჰქონდა და ეტლში იჯდა
აი ამ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნეს ჩიპები, ამ ხელოვნური ინტელექტის აი ამ გამტარიანობის დახმარებით და ადამიანი, რომელიც ვერ დადიოდა, წარმოიდგინეთ დადის. იმიტომ რომ აი ეს ჩიპები ანუ სამედიცინო სფერო კავშირში. კი, რა თქმა უნდა, ტექნოლოგიებთან არის კავშირში ჩვენი ჯანმრთელობა და ჩვენი კეთილდღეობა პირდაპირ პროპორციულია ტექნოლოგიების განვითარების. ამიტომ ჩვენ ამისი არ უნდა გვეშინოდეს, თუმცა უნდა დავთვალოთ შეკითხვა, რომ ერთი არის, რომ ოკეი, აქამდე როგორ ცხოვრობდი, რას ვაკეთებდი, შეიძლება არ მქონდა გააზრებული ჩემი შინაარსები, ჩემი მნიშვნელოვნება, ჩემი აქტივობები, მაგრამ ამ ტექნოლოგიების ფონზე ვთქვათ, რა უნარების განვითარება მჭირდება, რა ინტერესები მაქვს, როგორ შეიძლება ჩემი საკუთარი, ესე ვთქვათ, performance უფრო ეფექტური და საინტერესო გავხადო, იმიტომ რომ აქ არა ის რომ ტექნოლოგიას ვებრძოლო, ტექნოლოგიას არ უნდა ვებრძოლო, ტექნოლოგია ჩვენ პირიქით გვეხმარება და სწავლაშიც გვეხმარება, სხვა თუ არაფერი მინიმუმ ბევრი რაღაცის სწავლა, რაშიც დიდი ფინანსური ინვესტიციები უნდა ჩაგედოთ, დღეს თანამედროვე სამყაროში უფასოდ თუ არა ძალიან იაფად გახდა და ძალიან ხელმისაწვდომი გახდა. ამიტომ აქ საუბარი არის ამაზე, რომ არა ის, რომ შეგვეშინდეს, რომ წარმოიდგინეთ, მე ვიძახი ესე, რომ ხელოვნური ინტელექტი არის ჩაქუჩი. და ამ ჩაქუჩს როგორ გამოვიყენებთ, ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ. მაგრამ თუ მე მეგონა, რომ ჩაქუჩი ვიყავი მთელი ცხოვრება, პირველი ამბავი არის, რომ როგორ გავიაზრო, გავაცნობიო, რომ ის რომ არ ვარ ჩაქუჩი. და აქ ყველაზე მთავარი ამბავი არის ის, რომ აი ისევ პასუხისმგებლობაზე და აი ამ რაღაცა ესეთ გადღვებილ საზღვრებზე არის საუბარი, რომ ჩვენ გადავეჩვიეთ, აი ეს ბოლო 20 წელი განსაკუთრებით, სანამ ეს ხელოვნური ინტელექტი ვითარდებოდა და რაღაცა ეხაც ვითარდება, ხო? რაღაცა ძალიან მარტივად ცოდნის გარეშე ინფორმაციებით ვაჭრობას მივეჩვიეთ. არა ცოდნის მონეტიზაციას, არამედ სადღაც სამყაროში არსებული ინფორმაციებით გაყიდვით, ვახდენდით, ინფორმაციის გაყიდვით მონეტიზაცია გქონდა ჩვენს ესე ვთქვათ აწყობილი და ხო თუ ესე იყო რომ ინფორმაციას ვყიდდი მხოლოდ და ამაში ხელოვნური ინტელექტი ნამდვილად კონკურენტია ჩემთვის, მაგრამ აქაც დასაფიქრებელი არის რომ ნებისმიერი ინფორმაცია თავისთავად ხო აი ნებისმიერ რა ვიცი კალამი მაგალითად ხო კალამი ბევრნაირი არსებობს, მაგრამ ისევ მე როგორ შემიძლია ეს კალამი თქვენს საჭიროებებს მოვარგო და ხშირად ესე არის ხოლმე და ამაზე არ ფიქრობენ და გონიათ რომ კალმებს რა კი აკეთებდნენ პირობითად ვიძახი ხა კალამზე და ხელოვნური ინტელექტი ხა კალმებს გააკეთებს, ისინი დარჩებიან უსამსახუროდ. არა, იმიტომ რომ თავისთავად ცალკეული შინაარსი მნიშვნელოვანი არ არის, მაგრამ ამ შინაარსთან ურთიერთობა, კონტაქტი, ურთიერთობა, როგორ შეიძლება ასწავლოთ მომხმარებელს, ეს არის მთავარი და როგორც ისევ კვლევებს დაუბრუნდები. კავშირები არის და 21 საუკუნეში პრობლემა არის ურთიერთობა და ჩვენი ადამიანური ნაწილი, მთავარი ადამიანი, რაც სხვებისგან განგვასხვავებს, ეს არის ურთიერთობა. შესაბამისად, ნაცვლად იმისა, რომ შეგვაშინოს, ძალიან კარგად უნდა დავფიქრდეთ. იქნებდა ამ ურთიერთობას ისედაც მონეტიზაციას ვუკეთებდი, უბრალოდ არც მიფიქრია იმაზე, რომ რეალურად ჩემს წარმატებას ეს ურთიერთობა განსაზღვრავს და მეგონა, რომ ჩაქუჩი იყო ამ წარმატების განსაზღვრელი. იმიტომ რომ მე ერთ-ერთ პროგრამისტთან ვმუშაობდი, ძალიან კარგი სენიორ დეველოპერი იყო, რომელსაც ეგონა, რომ უბრალოდ კოდის წერა იცოდა კარგად და მაგის შიში ქონდა, რომ არა ხო, კოდებსაც, ტექნიკურ კოდებსაც დაწერს ისა. მე კარგად მე ვერ ყვევი ესეთ ტექნოლოგიას, მაგრამ აი ამ მუშაობის პროცესში მე აღმოაჩინა, რომ არა კოდის წერა იყო მისი უნიკალურობა და მისი განსაკუთრებულობა და ამიტომაც იყო რისკი კიდევაც აღიარებული და არამედ
ის თუ როგორ არგებდა თითოეულ კოდს რაღაცა იმ features, ხო, იმ რაღაცას, რისთვისაც აკეთებდა ამ კოდს. ამიტომ აქ პრობლემა უფრო მარტივი არის, როდესაც რაღაცა ცუდ ხასიათზე ვარ, დავაბრალოთ, რომ იცოდი ამინდის ბრალია. დაახლოებით ამ ტიპის დაბრალებები არის, რომ ხელოვნური არ შეიძლება ჩახუჩმა შეგაშინოს. რა ვიცი, კალკულატორი არის ხელოვნური ინტელექტი. კალკულატორი თავისთავად არც ცუდია, არც კარგია. კარგი პოტენციალი აქვს, ყველაფერს დაგითვლის და სულ არ არის აუცილებელი, რომ დიდი რიცხვების გამრავლებები თავში აკეთო და რაღაცა კვადრატული ფესვი ამოიყვანო და თუ კალკულატორი არის კარგი, ხელოვნური ინტელექტი რატო არ შეიძლება იყოს კარგი? აქ უბრალოდ მეორე საკითხი არის, რომ ესე ორად არის გაყოფილი საზოგადოება. ერთი არის, ვისაც გონია, რომ всё, აი მოვიდა და ყველაფერი აით გაკეთდება, ანუ ჩაქუჩს ანიჭებენ ძალიან დიდ მნიშვნელობას და მთელი ბიზნეს პროცესები ამ ჩაქუჩზე აქვთ აწყობილი და რაც ესევე არასწორია, იმიტომ რომ აი ვერ იქნება პრობლემების გადამწყვეტი და თუ დავუშვათ ბიზნეს პროცესები არ ვარგა კომპანიაში და პრობლემური არის, აი ამას ვერ გაალაგებს. აქ ჭირდება ხო ადამიანური ფაქტორი. შემოქმედებითი ძალა ადამიანს აქვს ამ შემთხვევაში. ხო. მოტორული აქტივობები რეალურად შეიძლება აიმ დაალაგოს. ისევე როგორც აი ესეთი მარტივ რაღაცას გეტყვით და ვიხვდებით რატო არ არის აი საშიში. აი არის მანქანა, შესაძლებლობა, რომელიც აანალიზებს წარსულს. ახალს ვერ ქმნის თავისთავად. თუ ამოცანა არ მიეც. და ადამიანი არის შემოქმედი, რომელიც ქმნის მომავალს. ამიტომ წარსული ვერასოდეს ვერ შექმნის მომავალს. შემქმნელი, იდეების შემქმნელი გენერატორი ადამიანია და შეიძლება განხორციელების პროცესში ჩვენ დავიხმაროთ AI როგორც ინსტრუმენტი, როგორც თანადამხმარე, როგორც ასისტენტი. ამოცანა უნდა დაუსახოს ადამიანმა. ისევე როგორც ყველაფერში ვერ გამოიყენებ ხელოვნურ ინტელექტს. იმიტომ რომ ხელოვნურ ინტელექტს არ აქვს ემოციები და ჩვენთვის ემოციები, აი ეს ურთიერთობა, სოციალური ინტერაქცია ძალიან მნიშვნელოვანია. და აი ამ მიმართულებითაც ძალიან ბევრი დასაფიქრებელი საკითხი არის, რომ რაღაცა როცა ახალი არის რაღაცა, რა თქმა უნდა, ისეთ მოვედებით ხოლმე, რომ ხან ძალიან მოგწონს რაღაცა, ხან ძალიან არ მოგწონს რაღაცა, მაგრამ მათ შორის არის რაღაცა შუალედი უნდა ვიპოვოთ, რომ არც უნდა გვაშინებდეს და არც ესე ვთქვათ, ყოვლის შემძლეთ არ უნდა იმას ავქნათ, იმიტომ რომ მე მქონია კომპანიებთან ურთიერთობა, როცა მაქვს ერთ-ერთ კომპანიაში რომ მივედი და რაღაცა შეკითხვებს ვსვავდი, ყველაფერზე მეუბნებოდნენ, რომ ამას ეხლა აის გავაკეთებინებთ. ბიზნეს გეგმას აის ვერ გაგიკეთებს ბიზნეს გეგმას, შენს ბიზნეს გეგმას აი ვერ გაგიკეთებს. მაგრამ შენი ბიზნეს გეგმის კრიტიკული ანალიზი, სუსტი წერტილები და ასე შემდეგ შეიძლება გაგიკეთოს. თქვათ, თუ ბიზნეს პროცესს გაწერ სქემაში რო აგიწყოს, ხო, აი ამის მონიტორინგს და ევალუაციას გაგიკეთებს. მაგრამ თვითონ საევალუაციო სისტემებს თავისით შენ როგორი ხარისხის სერვის თუ პროდუქტს ქმნი, აი ვერ მოგიფიქრებს. და ამიტომ ეს კრეატიული იდეაა და საიდან შექმნის ამ? იმიტომ მანქანა ვერ ფიქრობს. მანქანა მონაცემებს ამუშავებს და საშუალო სტატისტიკური შემთხვევითობის და ალბათობის თეორიით გეუბნება, რომ ალბათ უფრო აქეთ არის შენი ის. მაგრამ საბოლოოდ აი ვერ იღებს პასუხისმგებლობას. აი უბრალოდ მარტივ მაგალითს გეტყვით. ცადეთ ერთი და იგივე შეკითხვა და უსვით 3 დღის განმავლობაში ნებისმიერ ხელოვნურ ინტელექტს. ერთი და იგივე პასუხს არ მიიღებთ. სხვადასხვა პასუხს მიიღებთ. იმიტომ რომ აი ეს საშუალო სტატისტიკური ხო რეალობასთან არ არის. ისევე როგორც არ არსებობს საშუალო სტატისტიკური ადამიანი, არ არსებობს საშუალო სტატისტიკური წარმატების ფორმულა. ყველა წარმატების ფორმულა ძალიან ინდივიდუალური არის და ამიტომ ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ ვიფიქროთ. ამიტომ აი საშიში არ არის, ისევე როგორც კალკულატორის საშიში არ არის, ალბათ თავის დროზე კალკულატორი რო გამოიგონეს, მაშინაც ეშინოდათ მაგათ. და მნიშვნელოვანი არის, რომ როდესაც ახალი შესაძლებლობები, ახალი ტექნოლოგიები მოდის, როგორ მოვირგოთ ეს ტექნოლოგიები ჩვენ, გავხადოთ ჩვენი ცხოვრება უფრო საინტერესო, უფრო ეფექტური და არა ის თუ როგორ მოვერგოთ ჩვენი ბიზნესებით კალკულატორებს. რაც დამანგრეველია. ამ რჩევას ხო არ მიცემდით ადამიანებს, ვისაც ასეთი ალტერნატიული სამყაროს თუ სამყაროების, ასე ვთქვათ, მატრიცების შიში აქვს.
რა ის რაღაც გაიდლაინებით ისარგებლოს ადამიანმა, რითიც ალბათ თავს დააღწევს ამ პირველ რიგში არის დასაფიქრებელი ნებისმიერი ბიზნესი იქნება, ადამიანი იქნება თუ ქცევა იქნება, მნიშვნელოვანი არის დავფიქრდეთ თუ კომენტარის დაწერა იქნება თუ რა იქნება, რა მიზნით ვახორციელებთ ამას და დავიწყოთ საკუთარი თავის მოსმენა, რომ ეს არ იყოს რაღაცა ესეთი სტიმული რეაქციული ურთიერთობა, რომ რაღაცას რასაც ვაკეთებთ, დავფიქრდეთ, რატო ვაკეთებთ, რისთვის ვაკეთებთ და თქვათ თითოეულ რაღაცა ქმედებას მოყვება თავისი უკუკავშირი და მზად ვართ თუ არა ამ უკუკავშირის მისაღებად. ზუსტად ისევე როგორც აი თავში რომ დავუბრუნდეთ, რომ როდესაც ჩვენ ნეგატიურ კომენტარებს ვუწერთ ადამიანებს, რომლებიც აგრესიულები არიან და სწორედ ამ ჩვენს ყურადღებაზე ნადირობენ, იმიტომ რომ იკვებებიან, ნაცვლად იმისა, თუნდაც როცა ვებრძვით, იმათ საქმეს ვაკეთებთ რეალურად, იმიტომ რომ ესეთ ადამიანებს ჭირდებათ ჩვენი ყურადღება და უკვე წაგვართვეს ყურადღება. ამიტომ მანდაც მთავარი არის, როდესაც ვიბრძვით, რას ვებრძვით, რა მიზანი გვაქვს და აი ამ ჩვენს ქმედებას რა შედეგი მოყვება. იქნება ეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენება იქნება, ადამიანური ურთიერთობების გამოყენება იქნება თუ რა იქნება და რაც მთავარია, ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი, რაც დააყენა 21 საუკუნემ და ხელოვნური ინტელექტის და ტექნოლოგიების გამოყენებამ არის ის, რომ ვისწავლოთ ჩვენი სურვილების, მისწრაფებების და მიზნების იდენტიფიცირება და ვიცხოვროთ ჩვენი ბედნიერებისათვის. იმიტომ რომ მატრიცაში ცხოვრება და მატრიცაზე რეაქციულად არსებობა არის და არა ცხოვრება. არც ერთი მატრიცა, არც ერთი გაიდლაინი თქვენს ბედნიერებაზე არ იფიქრებს, იმიტომ რომ საშუალო სტატისტიკურ ადამიანს ქმნის ეს მატრიცები. ამიტომ ვიფიქროთ საკუთარ თავზე, ვიფიქროთ საკუთარი სურვილების მისწრაფებებზე, ვიფიქროთ საკუთარ პიროვნულ ბირთვთან დაახლოებაზე და ვისწავლოთ არას თქმა. მადლობთ. ნინი, დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი და იმედია კიდევ შევხვდებით თქვენ ძალიან საინტერესო სტატიებს წერთ. ხوار გინდათ მიუთითოთ ამ ბლოგის სათაურისაც შეიძლება ადამიანებმა იპოვონ კრიტიკული აზროვნების critical thinking-ი, ანუ კრიტიკული აზროვნების სკოლის ბლოგების განყოფილებაში სულ წერ ხელოვნურ ინტელექტზე, სოციალურ გამოწვევებზე და სხვადასხვა მატრიცებზე ძალიან ბევრი სტატია და თუ ვინმეს დაინტერესებს, შევიდეს და წაიკითხოს და თუ რამე შეკითხვა. ძალიან შთამბეჭდავი ინფორმაციებია, ძალიან შთამბეჭდავი. კი. მადლობთ მოკლედ აგემშვიდობებით და დიდი მადლობა თქვენ. და მადლობა ჩვენს მსმენელებს მომავალ შეხვედრამდე.